რამდენი კოტლეტი შეგეცვა? რამდენი? 3. საყვარელო. ამ წერილს თუ კითხულობ, ესე იგი ერთმანეთს თითქოს ვეღარ ნახავთ. არაფერი გითხარი, რადგან ავადიყავი. იძულებული გავხდი მეთქვა, რომ შეჯიბრებაზე წავედი იმ ხნის მანძილზე, რაც ციხეში უნდა ყოფილიყავი. რადგან იმ მომენტში ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შენი ჯანმრთელობა იყო. საყვარელო. შეიძლება რაც მე დამემართა უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ მუდმივად ასეთი რამე მართება. იქნება იმიტომ, რომ ყველასგან ჩვენი სიყვარულის დასვას ვცდილობდა უფრო მეტ ზიანს გაყენება. ეს გითხულობ. ილიასის წერილს ასიეს მიზერა. უთხოვა გადაიცი თუ ხვალ არ გამათავისუფლებენო. არ გაბრაზდე. სხვისი წერილების კითხვა არ შეიძლება. ადვოკატს ენდო და მოგცა. არ შეიძლება. კარგი? ვფიქრობ, უნდა წამეკითხა. იქნებ, ახლა მაინც მივხვდი, რა ძლიერ უყვარს ასია. გინდა წაგიკითხო. გიშველის. ჭამე თორემ გაცივდება. ახლა მოვა. ახლა ყველაფერი ჰელინის ხელშია. ნახოთ ილიას უბსკრულში გადააგდებს თუ უშველის. ნახოთ. შენ როგორ გიყვარს ილიასი? იმდენად რომ გადაარჩინო თუ პირიქით? ქედის წერას მიანდო. რთული გადასაწყვეტია, არა? განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ ილიასი ასიესთან გაიქცევა. როგორ გგონია? ხალბატონი ჰელენი რას გადაწყვეტს? კრული და არ მეუბნები. რა თქმა უნდა, ასეც იქნება. თორემ ამ შუაღამისე საკრატო მოხვიდედი. ჩემს გასართობად გამოგზავნეს. ასიე, მართლა შეიჩალე? ბიჭი მიყრუებულ სოფელშია. შეჯიბრზე. მთავრია ვიცით სად არის. შეჯიბრზეა. თუ არ დარეკავს, ნუ დარეკავს. ყველაფერს ზედმეტად აზვიადებ. ვერ ხვდები? ვერა, გეუბნებიან, რაღაც სხვა ამბავია. რაღაც ხდება. არ მეუბნებიან, რადგან ავად ვარ. ილიას ფილისთან რომანი აქვს? ფილიზი ამიტომ იქცევა ასე? ამიტომ არა, რომ ლამის ცოცხლად შემჭამოს. ასიე, თითქოს არ იცნობდე. ყოველთვის ასეთი იყო. ნეტავ რა გიგვირს? თანაც იცი რა? ბიჭები მის შემოტევებს იმიტომ არ აქცევენ ყურადღებას, რომ მორიგი სკანდალი არ ატყდეს. კარგი, მე არ ვენადრები. და არ მირეკავს. მაგრამ ბავშვი არ ენადრება. ასიე, თავი დაანებე. მთავარია თასი მოიგოს და ჩამოვიდეს. მართალი ხარ. ჩემს თავს დავპირდი, რომ იგივენაირად აღარ მოვიქცეოდი. იქნება ასე ჩემს გამოსაცდელად იქცევა. არ მირეკავს. იქნებ აინტერესებს ისევ პრეტენზიები თუ გამიჩნდება. რა თქმა უნდა, ასე ამიტომაც იქცევა. შეხედე, შენ ვერ იპოვე, მაგრამ აქ არის. მაჩვენე. ალბათ ადვოკატი იქნება. მეორეობის ქვეშ აღარ ვარ. გამოჯანმრთელების თაობაზე სასამართლოს ცნობა წარვუდგინე და გადაწყვეტილების პასუხი ხელში გამომიგზავნეს, ალბათ ამიტომაც მოვიდა. ჰელინ, ახლა ამის რო არ არის. ფილისი რომ გაიგებს, შენ წინააღმდეგ მთელ რიგ საქმეებს აღწრავს. არ შეგეძლო ცოტა ხანს მოგეთვინა. მაღუცებ, ჰელინ, მართლა მაღუცებ. ხვალ სასამართლოში წავა. ილიასი უნდა ვნახო. იმედია მის გადასარჩენად არა. თუ ვცდები,
რა თქმა უნდა არა. სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ბატონო ჯიმშიტ? სახელმწიფო მშვიდობისა. შეწუხებისთვის ბოდიშს გახდით. მოგესალმებით. გისმენთ. დაბრძანდით. ვინ აღარ მომინახულა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თქვენ არ გელოდით. რატომ? სუნა. ბატონი ჯიმშიტი ასიეს მეორე ქმარია. თუმცა ისინიც განქორწინდნენ. მე მარტო დაგდოვებდით, მაგრამ როგორც ხვდები, ბატონი ჯიმშიტიც ილიასის გამო მოვიდა. ახლა ყველაფერს გიამბობთ. გთხოვთ დაბრძანდით. რამეს დალებთ? არა, გმადლობთ. გთხოვთ. დიახ, მის გამო მოვედი. ქალბატონმა ჰელენმა ამ ოჯახს ბევრჯერ მიაყენა ზიანი და დროა დანაშაული გამოისყიდოს. დამიჯერეთ ამის გაკეთება უფრო იოლია ვიდრე საზღაურის გადახდა, რადგან იმ ბავშვის სიძულვილი, რომელიც უმამოდ იზრდება იმის გამო, რომ მამა ციხეში ყავს, კარგს ნამდვილად არაფერს მოგიტანთ. ამასთან ერთად ჩემს სიძულვილსაც თუ გავითვალისწინებთ და იმასაც რისი გაკეთებაც შემიძლია იმ პატარასთვის, რომელიც საკუთარი შვილებით მიყვარს, უფრო მეტი საფრთხის წინაშე გაყენებთ. თქვენი მართლა არ მესმის. ყველაზე მეტად თქვენ უნდა გაწყობდეთ ილიასის სცენიდან წასვლა. ასე რისთვის ირჯებით? ამის გაგება რომ შეგეძლოთ ამდენ ვოროტებას არ ჩაიდანდით, ქალბატონო ჰელენა. თქვენგან თანაგზნობას არ ცველოდები, მაგრამ არაფერია. ამის გასაკეთებლად აუცილებელი არ არის ყველაფერი გასმოდეთ. მინდა რომ ჩვენება მისცეთ და ილიას ბრალი მოუხსნათ. ასე რატომ უნდა მოვიქცე? მას ჩემი მოკლა უნდოდა. იმიტომ რომ თქვენ გამოჯამრთელდებით. ადამიანის სული საინტერესო რამეა, ქალბატონო ჰელენა. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს, სული მაშინ განკურნებას იწყებს. სხვაგვარად თუ მარტო დარჩებით, სიცოცხლის ბოლომდე სიმშვიდე არ გეხირსებათ. მხოლოდ ფულის გამო იქნებიან თქვენს გვერდით. ტანჯვისთვის იქნებით განწირული. მოწყალებაც რომ ითხოვთ და ხმარების ხელს არავინ გამოგიწვდით. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე კარგი არაფერი გეხირსებათ. დამიჯერეთ. თუ შეიძლება გავატარეთ. ბატონო ილიას, გითხარით რამე, ბატონო ილიას. განცხადებას არ გააკეთებთ, ბატონო ილიას. გავატარეთ, დაიშალეთ. გავატარეთ. ბატონო ილიას. მოკანეთის ჩემპიონატის ტიტულს აემშვიდობეთ. ინტერვიუს არ მოგცემთ? რა სიტყვით? ბატონო ილიას. შეჯიბში მონაწილეობას გააგრძელებთ? ბატონო ილიას. ბატონო ილიას, ჩვენი არქივისთვის ინტერვიუს არ მოგცემთ? მორჩა. ბატონო